შობაში გიამბობთ. მადლობა, ეს გვანცა პაპაოძე იყო და პირდაპირ ეთერში ვთავთ ბათუმს, სადაც ამ წუთებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის საგანგებო შტაბის წევრები ბრიფინგს მართავენ. დავით გელაძის ოჯახს, რომელიც გარდაიცვალა. ამჯერად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები და ჯერ კიდევ უამინდობის გამო ვერ ხერხდება მიცვალებულის ნახვა. საძიებო სამუშაოები გრძელდება და ვიმედოვნებთ უახლოეს მომდევნო საათებში მივახცევთ იმას, რომ ცხედარი იქნეს ნახვა. მე მინდა მოგახსენოთ თუ რამდენს შეადგენს საერთო ჯამში ზარალი, რომელიც მიადგა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის 5 მილიონი ლარი დაახლოებით, ამას შეიძლება კიდევ დაემატოს თანხა, შეიძლება მოაკლდეს. ძირითადი ზიანი მიადგა აჭარის მოსახლეობას, კობულეთი, ბათუმი, კობულეთში 61 საცხოვრებელი სახლი, კერძო სახლი მხედველობაში და 2 მრავალბინიანი კორპუსი დაზიანდა, სახურავები დაუზიანდა. ასევე კობულეთის სანაპირო ზოლი, რომელიც განგრეულია და რეაბილიტაცია საჭირო ამ ყველაფრისთვის. იგივე მდგომარეობა გვაქვს ბათუმში, ბულვარი სანაპირო ზოლი არის ძალიან სულ მდგომარეობაში, დანგრეული და მოითხოვს რეაბილიტაციას. ასევე გორის რაიონში 38 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არის დაზიანებული, 110 კერძო სახლი. ოზურგეთის რაიონში 125 კერძო სახლია, 4 სკოლა და 2 ადმინისტრაციული შენობა. ასევე დაზიანებულია ურეკის პარკი, რომელსაც ჯერ თანხობრივად არ დაგვითვლია, მაგრამ დაახლოებით ოზურგეთის და ურეკის ის ზიანი იქნება 1,5 მილიონი ლარი. ასევე ხელვაჩაურის რაიონში დაზიანებულია 102 საცხოვრებელი კერძო სახლი. თბილისში, დედაქალაქში დაფიქსირდა 300-მდე გამოძახება, არის დაზიანებები ძირითადად საცხოვრებელ სახლებზე და მერია ამ სახლების შეკეთების პასუხისმგებლობას იღებს. მე მინდა ასევე მოგახსენოთ ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით, გუშინ გარკვეული პრობლემები იყო, განსაკუთრებით შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ცხეთათიანეთი. დღესდღეობით არის 900 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე და გვარწმუნებენ და გვეუბნებიან, რომ დღის ბოლომდე ყველა აბონენტი იქნება ჩართული. ეს არის ის მდგომარეობა, რაც ამ წუთში არის. მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია სტაბილურია, ქარი ჩადგა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და უახლოეს დღეებში იმ ადამიანებს, ვისაც პრობლემები შეექმნა, ყველანაირი პრობლემა იქნებათ მოგვარებული. მე მინდა ბატონ დავითს ხო რამოდენიმე სიტყვით მოგვახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ იყო ასევე დაფიქსირდა ზარები რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და რამდენიმე ინფორმაციას ყველა ადგილობრივი თვითმმართველობა, სადაც დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის პრობლემები სტიქიიდან გამომდინარე, შექმნილია საგანგებო შტაბები, რომელსაც როგორც წესი ხელმძღვანელობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მათი ხელმძღვანელები. ჩვენ სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ხდება ინფორმაციის მიღება და მოწოდება. იქ სადაც შედარებით უფრო მცირეა ზიანი, მაგალითად თქვა ჩოხატაურის და სხვა რამდენიმე მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობები საკუთარი რესურსებით მოახდენენ ამის აღდგენას, იმიტომ რომ იქ ზიანი შედარებით მცირეა და აწევს ამას ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი. იქ სადაც ზიანის მოცულობა მნიშვნელოვნად დიდია, როგორიც არის მაგალითად თქვა გორის მუნიციპალიტეტი, როგორიც არის ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ესეთ შემთხვევაში ცენტრალურმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება დაეხმაროს ადგილობრივ თვითმმართველობებს. ჩვენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას ვსწავლობთ და ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის ხდება როგორც სამშენებლო მასალების მოძიება, ასევე შემსრულებელი კომპანიების მოძიება. სარეაბილიტაციო სამუშაოები ბევრგან უკვე დაწყებულია და უახლოესი დღეები გვიჩვენებთ, რამდენად სწრაფად წავალთ წინ, თუმცა 2-3 დღის განმავლობაში, ვიდრე
ამინდები კიდევ შეიძლება გაუარესდეს, ეს არის მოსალოდნელი წვიმები, მანამდე შეუძლებთ, რომ ძირითადი ნაწილი დაზიანებული სახურავებისა იქნას აღდგენილი. ბატონო ნიაჩიკოც გვეწყვის რამოდენიმე სიტყვით იმ სამუშაოებზე, რომელიც მიმდინარეობს. ეს იყო პირდაპირ ჩართვა ბათუმიდან, სადაც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის